მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებენ ნაციონალური მოძრაობა საგარეო საქმეთა მინისტრს არადიპლომატიურ გამოსვლაში ადანაშაულებს და პრემიერს მის გადაყენებას თხოვს. საუბარია სომხური და აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც როგორც ირკვევა შეცვლილი სახით გამოქვეყნდა. მთავრობა და მმართველი გუნდი ამბობს, რომ დიპლომატის ფრაზა დამახინჯებულია. განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს ჩეხეთში მყოფი ფანჯიკიძეც და უმცირესობას საუბრის ჩანაწერის ნახვას ურჩევს. მე მზად ვარ ჩავიდე ქუთაისში და ვესაუბრო პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებს ან თუნდაც სხვა კომიტეტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. პრემიერს კი მაია ფანჯიკიძის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის პირველ დიპლომატს არადიპლომატიური განცხადებების კეთებაში ადანაშაულებს. მისი საქმიანობის და საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად 2 თვის თავზე ჩვენ გაგვიმწავდა ურთიერთობა ყველა ჩვენ მეგობართან და მეზობელთან, მათ შორის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, გვაქვს პრობლემები ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე უნდა ეთქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს, ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად მოლაპარაკებებით. მან ამის ნაცვლად დაიწყო უფრო მეტი, ვთქვათ, სიტყვების გამოყენება. უმცირესობის ეს განცხადება ჯერ აზერბაიჯანული, ხოლო მოგვიანებით სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 10 იანვარს ლიტვაში მოსმენებზე აზერბაიჯანის ელჩის შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ უნდა მოხდეს. საქართველოს საგარეო უწყებაში გაგვიმარტეს, რომ აზერბაიჯანელი ელჩის დაბეჯითებითი მცდელობის მიუხედავად მინისტრ მაია ფანჯიკიძეს არასდროს უხსენებია მთიანი ყარაბაღი. აზერბაიჯანული მედია მაია ფანჯიკიძის პასუხის სხვაგვარ ინტერპრეტაციას აქვეყნებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოხდეს. და განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვაში. თქვენ თქვით, რომ გაქვთ კარგი და თანასწორი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პოლიტიკურ და საკამათო საკითხებში თქვენ არ გინდათ ჩარევა. არის კითხვები, რომელიც ბუნებრივია ჩემთვის და გამეორება არ სჭირდება. ჩვენ არ ვართ ჩართული სომხეთისა და აზერბაიჯანის დისკუსიებში, მაგრამ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც შემიძლია მრავალჯერ გავიმეორო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება ჩეხეთიდან გააკეთა. სომხეთის მედიამ გამოასწორა ის არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც გავრცელდა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო სიტყვასიტყვითი ჩანაწერი იმისა, თუ რა ვთქვი მე. აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მინისტრის განცხადება სომხურმა და აზერბაიჯანულმა მედიამ დაამახინჯა. მთავრობაში ასევე უარყოფენ იმასაც, თითქოს ამის გამო შესაძლოა სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გადაიდოს. ქალბატონი მაია იქნება დელეგაციის შემადგენლობაში, ვიზიტით შედგება და ეს თემა, საერთოდ ეს სკანდალის თემა განიხილება მხოლოდ მედიის გარკვეულ წრეებში და ეს არ არის ოფიციალური არხების საშუალებით მსგავსი რამე არ განიხილება საერთოდ. ეს არის უმცირესობის უფლება გამოიძახოს ნებისმიერი წარმომადგენელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაუსვას მათ ის კითხვები, რაც პასუხი მათ აინტერესებთ, მე ამაში არავითარ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ერევანში 17 იანვარს გაემგზავრება.